უნდა გიამბოთ, მოგზაურობა თურქეთში. ჩავფრინდით თუ არა ინკოგნიტოს გადამღები ჯგუფი, აეროპორტში ბატონი ადენ ტურანი შავაძე დაგხვდა და სასტუმრომდე სწორედ ასე ბედნიერად და მხიარულად მიგვაცილა. გზა ისე გაილია საუბარში და ერთმანეთის გაცნობაში ვერც კი გავიგეთ. მერე რა იყო? იყო გულთბილი მასპინძლობა. პირველი, რა თქმა უნდა, თურქეთელმა ქართველებმა გემრიელი სუფრით გვიმასპინძლეს. დღე, რომელიც არც ერთ ინკოგნიტოელს არასდროს დაავიწყდება და დღეები, რომელიც მათ მეხსიერებაში წარუშლელ კვალს დატოვებს. თქვენი აქ ჩამოსვლა და ასეთი ლამაზი გადაცემას გაკეთება და დიდი მადლობა რომ ჩამოდით და აგერახა ასეთი ჩვენი ამბავები გავარკვეთ და გავაკეთეთ კარგი გადაცემა. დიდი მადლობა. ისეთი რომ ეს ქართული ასოციაცია გაკეთებულია 1995 წელში გაკეთებულია. 15 წელში გაკეთებულია ისეთი რომ იმის მერე ერთი 3 წლის მერე დავიწყეთ ჩვენ ამ ასოციაციის და ამ კულტურაში ციკლის ანსამბლი გავაკეთეთ, ანსამბლი ოქრო. იქიდან დაწყობილია ისეთი რომ აქ ყავდა ჩამოყვანილი კორეოგრაფები ქუთაისიდან ავთო და ზაზა ჭეიშვილები და 3 წელი მაის აქ იმუშავეს ჩვენთან. მერე ჩვენ ბავშვებს ასწავლეს გაიზარდა თაობა, ძალიან მაგარი ანსამბლი ყავდა. მერე ჩვენი მაშინდელი მოსწავლეები ბატონ მურადე და ისმაილი. ეხლა არიან ესენი ჩვენი კორეოგრაფები. ძალიან ახალ თაობასთან მუშაობთ თქვენ? კი, ესენი მუშაობენ, მაგრამ კიდევ მაგარი ანსამბლი ყავს, ანსამბლი ოქრო. მაის 150 ბავშვი სწავლობს. ისეთი რომ ცოტა პატარები და მერე დიდები. საშუალო. 3 პერიოდში არიან. 3 თაობა. 3 თაობა არის და ძალიან კარგად აქაც თურქებსაც უყვარან ქართული ცეკვა. ისეთი რომ ყველა ღონისძიებაზე ან ფესტივალებზე დადიან ძალიან კარგად და არიან წარმატებულები. ჩვენ ნახეთ სიგელებიც ქუთაისში ფესტივალებზე ყველგან ღებულობთ მონაწილეობას და ჩვენც მოხარულები ვართ რომ დაიწყო მეგობრობა. ჩვენი მე ვიყავი ერთი 3 პერიოდი ასოციაციის პრეზიდენტი, მაგრამ ჩემზე წინ იყო ბატონ აბთულაი ერთი 3 პერიოდი ეს იყო ასოციაციის პრეზიდენტი და ამ ანსამბლის შემზღვნელი იყო, ძალიან დამხმარებული იყო. ქართველია ძალიან დიდი ქართველი. გამარჯობა. კეთილი იყო თქვენი მოგზაურობა. აქედან საქართველოს გაუმარჯოს. ჩვენ თურქეთში 120 წლის ჩვენი დიდვანები ჩამოსული არიან. ჩვენ არ დავკარგეთ ენა. არ დავკარგეთ ცეკვა. მაგრამ და სიყვარული ქართული ენისადმი. მაგრამ ჩვენს გვინდა რომ daha კარგად საქართველოს ერთად
ჩერდეთ გამოვდეთ და ეს გავაგზავნეთ. პროგრამები გაკეთდეს გაცვლა გამოწვევს. პროგრამები, ფესტივალები, ურთიერთობა, მეგობრობა, სკოლების დამოუკიდებლობა, საავადმყოფოების დამოუკიდებლობა, ქალაქების დამოუკიდებლობა. აი სწორედ ეს გამოვა ეხლა როდესაც თქვენ გვესტუმრებით ჩვენთან. აუცილებლად. მე საქართველოს მოქალაქობას მაქვს. აი და კათოლიკე. ნამდვილად მოსალოცეთ რომ ვიცი პირადად რა რთულია ამის მოპოვება. ძალიან კარგი. მიხარია რომ აი ეს ურთიერთობა გრძელდება ჩვენ ძალიან ბევრი მედლები სიგელები ვნახეთ. ეხლა სადაც არის საქართველოსდან ჩამოტანილი ქუთაისიდან და მე ვფიქრობ რომ ეს ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად უნდა გაგრძელდეს და მადლობა თქვენ რომ ინარჩუნებთ ამ ქართველობას. ეს ძალიან მაგარია და ძალიან ბევრს ნიშნავს. თვითონ ჩვენთვისაც და ჩვენთვისაც დიდი ბედნიერება რომ გესტუმრეთ. ბატონ აბდულის მერე ბატონ ზიქერია იყო ამ ასოციაციის პრეზიდენტი ორი პერიოდი იმან დაეხმარა იმან ის იყო შემზღანელი და ბატონ ზიქერიასაც ორი სიტყვას ის სიტყვის ის მაგარი ქართველია საქართველოს არის ნამყოფი ჯგუფის ერთად დიახ ორი სიტყვას ის სიტყვის მგონია გამარჯობა Baikelit modit მე ჩემბანეცა hem ლაპარაკი hem სეკვას დავასწავლე არქაიცია ბათუმში გურჯისასი ბერჯერ ჩეველი ამვერი ჩვენი ქიდან ჩამოსული ბეგებ გვეთქვია ჩვენი ერთი ნენე იყო იქიდან ჩამოსული რამითი წლის იყო 116 წლის? აიმე იქიდან ჩამოსული იყო ზალვანი ქავრობა ენატრებოდა აბა მაშინ ვერ მივდოდით ვერ მოვდოდით ახლა მოხდა თავი ბევრი გახდა ინენაი ზალვა მახსოვს სულ ჩამოვიდეთ გევხარეთ ჩვენას მოვდივართ აუცილებლად ძალიან ხშირად ჩვენც გესტუმრებით თქვენც გვესტუმრებით და ძალიან ბევრი კარგი პროექტიც დიახ მადლობა თქვენ პირიქით რომ ესე დაგხვდით ბატონ ზიქერიას მერე სამი პერიოდის მე ვიყავი ამ ასოციაციის პრეზიდენტი და შემდგომი ამ ანსამბლი ოქროს შემდგომელი ჩემ დროშის ძალიან კარგი ურთიერთობები საქართველოში ძალიან კარგი ფესტივალები მაგარი ფესტივალები ან ანსამბლების ან მომღერლების ჩასვლა ჩამოსვლა ყოველ წელში გავაკეთებ ისეთი რომ 150 ადამიანი ბავშვი აქ მივიღებით და 5 დღე ძალიან დიდმანი ფესტივალები გავაკეთებ ურთიერთობა და მეგობრობა და იმის შუაზე ჩვენ ასოციაციების და ეს ასოციაციების დელეგაცია არის საქართველოს და თურქეთის შუაზე ხიდი. ისეთი რომ ესენი არ იყოს ასეთი გადაღება და ასეთი საქართველოს თურქეთში ქართველები რას აკეთებენ, რას მუშაობენ, ეს ამას საქართველოს ვერ გაიგებდა, მაგრამ ამ ასოციაციების გამო და ამ პრეზიდენტების გამო ეს საქართველოს და თურქეთის კულტურა როგორ არის რა არის ყველაფერი ყველამ გაიგო და მაგითო ერთი სამი პერიოდის მე ვიყავი ჩვენ ტელევიზიას აქვს ეს არქივი გადაცემა სტუმრად ვიყავით ძალიან კარგი არქივი გავაკეთეთ და მე ვფიქრობ რომ საინფორმაციო მხარდაჭერას ყოველთვის გაგიწევთ ჩვენი ტელევიზია როდესაც აი ესეთი მიწვევა ფესტივალი იქნება ღონისძიება იქნება ყოველთვის გავაკეთებ და ეს ბავშვები გააშუქებენ ამ ყველაფერს ასეთი მერე ჩემს მერე აგერ ერთი წელი ახალი პრეზიდენტი ავირჩიეთ ბატონ ირფანი და ეს ქართველია ერთი ორი სიტყვას გორია ირფანის იტყვის კეთილი იყოს თქვენი მობრძანდება დიდი მადლობა მე ადამ ბაშკანმა თქვა მე ახალი ბაშკანი ვარ ზე ჩემი ძეები არის და ამათთან რაც ხი ვისწავლა ახლა დიახ და გაგრძელდება ესე ქართული საქმის კეთება რა თქმა უნდა აი ახალი დიახ ცოტა ეჯამნი ვარ ძალიან ჩვენებურა ვიცი ამა
აი, როდესაც ერთად გავაკეთებთ პროექტებს, კი, აი მერე შეიძლება უკვე უფრო კარგი საუბრით, უფრო კარგი ხშირი ურთიერთობა მისვლა, მოსვლა უფრო მეტად, ხო? ახალი რო არის. დიახ. მაგითო ცოტა ჭის, მაგრამ ცოტა ისეთი ხდება ყველაფერსა, მაგრამ ისწავლოს და მეორე პერიოდში, მესამე პერიოდში დომინობა მას ისაუბრებს. დიახ, არა უშავს. ჩვენ აი სულ ეხლახანს ჯერ ძალიან სასიამოვნოა რომ მე აი ამდენად ჩემი ტელევიზიის ბავშვები შემოვიყვანე და აი ამდენად გააშუქებენ ყოველთვის და ყოველთვის შევეცდები. მით უმეტეს ჩვენ გვყავს ახლა აჭარიდან ჩასახლებული მუსლიმი ბავშვები ჩამოყვანილი და ძალიან დიდი ბედნიერებაა მათთვის და მე ვფიქრობ ძალიან დიდი გადადგმული ნაბიჯი. და ჩვენ ახლა გვთავაზობთ ესეთ რამეს რომ 5 მაისს გვაქვს ძალიან დიდი ღონისძიება საკრებულოში, ანუ წლის შემაჯამებელს ვეძახით. და უცებად იქნებით მოწვეული როგორც საპატიო სტუმრები. კარგი ხალხი გავიცანი, მაგითო ძალიან გაყოფილი ვარ და კაკაკა. თურქეთში ჩემს მაისაც ნახავდი. არ მოიწონოს ეს მოდი კადრებს უყუროთ და გავხალისდეთ. ჩვენი ქორეოგრაფები ძალიან ცნობილი ადამიანები და ძალიან კეთილი ადამიანები, ისეთი რომ ჩვენ ამ ბავშვებს ძალიან ბევრი მებასწავლენ და ძალიან მოყოლი ვარ. ბატონ მურადიდან და ბატონ ისმაილიდან და ძალიან დიდ მადლობას ვუხდით რომ ამ ანსამბლი ოქროსა მართლა ოქრო გახადეს და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის მაგალითად, როდესაც იზრდება თაობა და მე თვითონ აგრძელებენ იმ საქმიანობას. აი ეს ბავშვები, რომლებიც დადიან ახლა, შეიძლება რამოდენიმე წლის შემდეგ ზუსტად აქ ჩვენი ტელევიზიის ფილიალი გააკეთონ, იგივე ქუთაისში, იგივე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ იზრდებით და მე უკვე თქვენ თუ ხდებით, კარგად გესმის რა უნდა ასწავლოთ, იმიტომ რომ ოდესღაც ვიღაც გასწავლეთ. აბა, რას გეტყვით? კეთილი იყოს თქვენი მოგზაურობა. მადლობა. ჩვენ ისმაილ და ჩვენ ერთად ბავშვი ვიყავით, ვიცეკვეთ. ავთანდილ და ზაზა აქ გამოვიდნენ, ჩვენ დევსწავლეთ. ცეკვა, ან დოლი. მე გარმონი დევსწავლე. გავიდა. ამან დოლი, მე დოლი ვისწავლე, ამან გარმონი. შეცვლილი ვარ. გამარჯობა სმაილ. იცი როგორ მომენატრე ესე სმაილ მიყვარხარ. მეც მომენატრე მოგზაურობა თურქეთში. აია, ორთვენ ორი წელი ვიცეკვეთ ჩვენ, მარტო. ორი წელის მერე მასწავლებელი გავხდით. ავთანდილად წევდნენ ისინი. 20 რამდენი წელი? 29 წელია. ჩვენ აქ ცეკვა მასწავლებელი ვარ. დიახ, იქიდან გამომდინარე რომ თქვენ აჭარიდან გადმოსახლებული ხართ, განსაკუთრებით ვიცი რომ აჭარული გიყვართ. მაგრამ სხვა ცეკვები, აი მაგალითად ქართული, აი ფესტივალებზე ღებულობთ ხო მონაწილეობას? წარდგენისთვის ძალიან ბევრი უფრო ითხოვს ქართულს, ხო? აი თქვენ რა ცეკვები გაქვთ დადგმული აი ამ სამთაობასთან? ვიცი რომ სხვადასხვა ცეკვები სხვადასხვა თაობასთან არის, ხო ალბათ? დიახ. აჭარული პირველი ცეკვა არის. აჭარული თავისთავად. ეს მეც ავღნიშნე.
ხორომი არის, ფარცა, ხემსური, რაჯული, ძალიან კარგი. აფხაზური, კენტავრი, ძალიან კარგი. ჩვევის ძეგლი. ვინ გეგულებათ აი თქვენს ბავშვებში ვის ეძებთ თქვენს შემცვლელად ანუ თქვენ რომ წახვალთ მე კიდე ვის ჩააბარებთ თაობას კი არიან ერთი 3-4 ბიჭი არიან, კაი მაგარი ბიჭები არიან. ახალგაზრდები არიან, ჩვენის მერე ისინი მოვლენ. არიან ისე ქართველი ბიჭები. ქართველი ბიჭები. ისე ჩვენ აქ მარტო ქართველები არა, თურქები, ლაზები, კურდები, ყველა ბავშვი მოდიან ჩვენ. დიახ, აი ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, იცით? ანუ არ მარტო ქართველები არა, შეიძლება სხვადასხვა ეროვნებაც უკვე ამაში ერევა. კი, გადავუხე. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ის ნაბიჯები, რაც ნელ-ნელა შეიძლება წლები სჭირდება ამას, ნელ-ნელა გადაიდგმება აი იმ წლებს, სადაც 150 წელი შეინახეთ თქვენის ამბავი, რაც დაგრძელდება, აი იმ 150 წელი რომ დაემატება, უკვე საუკეთესო ურთიერთობა იქნება. მე ესე მჯერა. სად არის ჩვენი მეგობრობის ფოტოკადრები, ბავშვებო? თქვენს უკან, ხო? ოჩები და გადაღებაზე ვართ. აი, ბავშვებო, მიესალმეთ ბატონიები მოგისალმოთ. აი, გამარჯობა. კარგად. მოდი ესე ვაჩვენოთ. აი ესე ვაჩვენოთ, ჯობია. აი, სესილი, აი ეხა გაუგზავნე სმაილის მოკითხვა. კარგად შენ? მე კარგად მადლობა. აი, აკარი თეკოც. აი, ამათები და ბედნიერობა. მადლობა ძალიან დიდი თბილი მასპინძლობისთვის. მადლობა ჩვენიდან რომ ჩვენ აქ გადმოდით, ჩვენ გაგვახარეს ზოლი. დიდი მადლობა. ინშალლა ჩვენს გადმოაქვთ თქვენთან. აუცილებლად. ნახე სესილი, ხომ გავხარისით, რამდენი რამ გაგვახსენდა. თეკლა, მოდი მაყურებელს დარბაზის კადრები ვაჩვენოთ და ჩვენი მეგობრების ამბავით მოვყვეთ. მაშინ რო აღარ დავკარგოთ და
კიდევ დიდი მადლობა და ეხლაც ვიტყვით რომ ეს ჩვენი აქაური დელეგაცია, აქაური ხალხი ამ ასოციაციის დელეგაციაცი აი ამ ფესტივალებზე დასწრება კიდევ ბავშვებს ეხმარებათ იმაში რომ მეგობრობა, მეტი სიყვარული რომ ფესტივალი იქნას იყვანონავეთ მაშინ ყველა მოდის ცეკოს და ისტორია, კარგი ისტორია. და იმისთვის რომ წეიყვანონა დეინახონა ისინი კი, ქართულს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან დიდი მადლობა. ალბათ გაგეკვირდათ, რატომ შემოვედით შუა გადაცემაში. დაგვირეკა ბატონმა ადემა, შუაგულ თურქეთიდან და მოგვიკითხა. კარგად. წავედით. ისევ წავიდეთ თურქეთში. ბატონი ადემი ქორწილში მიდის და წავიდეთ ჩვენც. მაინც ხო ვიყავით თურქულ ქორწილში და იქნებ წავიდეთ. კიდე წავიდეთ. წავიდეთ, აუცილებლად. სესილ მე მგონი ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახო. ხო და ჩვენც რაღაც დაგჩენია. დავუშვებთ მაყურებელს. კარგად. ეს არის საუკეთესო წყვილი, საუკეთესო ჯგუფი, საუკეთესო ბავშვები და ნახვამდის. ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტო შენ გეავდება. მოდი, აიხდინე ოცნება და გახდი ჟურნალისტი. საინტერესო ლექციები, სტუმრები, გასვლით და ადგილობრივი შეკრება. აუწყე ფეხი ცხოვრების რიტმს. და იმოგზაურე ჩვენთან ერთად. დაგვიკავშირდით ნომერზე 574 50 0094. გვიყურეთ და დაგვიმახსოვრეთ www.incognito.tv.gr. ტელევიზიის დამაარსებელი და ხელმძღვანელი მარინა კაპიჭიძე.